გულმკერდი მცაგი ყოფდება დედაო იავარდითა თვალებს ნუითხრით სრემლითა გულს ნუისერავ დარდითა ვინც დავიჭრენით გამორჩით კიდევ ცოცხლები დავრჩითა ხვალისევ ომში გვიწვევენ გაკვირვებულნი გარჯითა თამარ დედოფლის ბარტყების გულოვანობით მაჯითა ვცდილობთ რომ საქართველოსა ვუშველოთ ჩვენი ხარჯითა სამშობლოს ბედნიერება არ გვსურს ვიყიდოთ ვალითა ნახტს ვაძლევთ ჯანს და სიცოცხლეს ნამუსი დავიცავითა რუსეთში მყოფი ვნატრულობ სამშობლო ვნახო თვალითა ერთი რამ უნდა გაუწყო გავკვირვებულ ვარ ამითა როცა ომი გვაქვს ქართლის ჯარს ნათელი გვიძღვის ღამითა კაცი რამ ლუჩ ცხენიანი ამოღებული ხმალითა მაღლიდან თავზე დაგბრუნავს ტურფა იერით ტანითა სახე აქვს შავად მოცული მას დიდი სკაეშანითა ეს ჩვენი ჩუმი მფარველი ლაშარის ჯვარად ვცანითა როცა მისწყდება თოფის ხმა და ზარბაზნების გრიალი გრძნობები დამიყუჩდება არ მესმის ბრძოლის რეალი ფიქრით შინავარ საჩეჩლის კბილების მესმის წკრიალი გიცქერ მატყლსაშჩეჩ ფარტენას ცრემლი გისველებს ტიალი ეგ ხომ ჩემსაჩოხეთ გინდა ნაკურთხი დედის ცრემლითა არ გაიჭრება מחვილით არ დაიწვება ცეცხლითა რა დიდი ღამე გასულა შენ კი ძილ ფხიზლობ კერაზე ეგ შენი გლოვა უფალმა ვთხოვ შეგიცვალოს მღერაზე მშვიდობით დაჰკრეს საყვირსა კვლავ მეძახიან ბრძოლაზე საჩხუბრად სისხლის საღვრელად თოფის ზარბაზნის სროლაზე ნეტავ თუ არ გვატირებენ ბოლოს ვაშკაცურ შრომაზე ნეტავ თუ დაგვიფასდება ქართველთა შვილებს ამაგი არ იქცა საყოლ ყორნე და ჩვენი ლამაზი ალაგი მშვიდობით დაჰკრეს საყვირსა კვლავ მეძახიან ბრძოლაზე საჩხუბრად სისხლის საღვრელად თოფის ზარბაზნის სროლაზე მხნედ მივალ ვერ ვინ დაგცინებს ლაჩარიშვილის ყოლაზე სიცოცხლე ივადმირს გეფერო პრომეთხა ის ხელკადრილი პრინცამ ბეჩავს აბრალული ვის მაუგონარი წავიდა ნამქონი ათელში იყოს მათი შვილის ოფიციალოდეს აი ამ სუბრაზე და ვერ ვიგონოთ აი ეს არის საქართველოს შუაგული ნათლით მოსილი რაინდული და ფაქიზი ჩვენი ისტორია ხომ ომების ისტორია დედებისა და შვილების სამშობლოსთვის თავგანწირვის ჰეროიკული თავგადასავალი აგერ აგვისტო აგერ აფხაზეთი აგერ სამაჩაბლო ეს ხო ფაქტია ეს ხო სახია ჩვენ ხო გმირები ყავთ ჩვენ ხო მირები გაზარდა საქართველოს ვინ იცის რამდენი შვილის მეწამული სისხლი და რამდენი დედის დაღვრილი ცრემლი შეუშრია ჩვენს მიწა-წყალს რამდენი დარბევა და შეურაცხყოფა უნახავს დაობლებულ თვალებს მაგრამ ქართველს ღვთისამდურავი არასდროს წასცდენია გულში მტრობა არ ჩაუდია შურისგებით არ მოუწამლავ შუაგული და მაინც ხალისიანი იმედიანი შესდგომია ახალ ცხოვრებას თავი და თავი აქ ისაა რომ ქართველ კაცს მტრის სიყვარულით შეუძლია პატიებაც და მტრობის სწრაფად დავიწყებაც აი საიდუმლო საქართველოს გადარჩენისა საქართველოს წილხვედრი ქვეყანა დედაღვთისმშობლისა და მშვიდობა დაუსაკუთრო საქართველოს მიწები დაგვიბრუნოს დალოცვილმა მისი ძალით და მადლით დიდება უფალო დიდება დედაოხთისაო დედაო ერისაო დიდება იყოს თქვენ ეს შუაგული მთაში ჯერ კიდევ მფეთქავი არის ქართლის ცხოვრების ძირითადი ტონუსი ღერძი ხერხემალი აქ ყოველი სიტყვა თითქო მითოლოგიური სუნთქვით არის დაწერილი. აქ ისტორია არ არის უბრალო გროვა ამბების. ის არის მთელის გზნება. აქ არის ამბავი მომხდარი 1000 წელს უკან, თითქო შენი საკუთარი ამბავი. და შენი საკუთარი ამბავი მომხდარი ეხლა, თითქო შორეული ამბავია შენი ხალხისა.
მეხუთე საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასალი გვიტოვებს ანდერძს. ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა. ეს არა მარტო ანდერძია ერისადმი, არამედ თავისებური წინასწარმეტყველება საქართველოს მომავალზე. 14 საუკუნის შემდეგ წმინდა ილია მართალმა ასე შეაფასა ქართველი ერის განვლილი გზა. ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ეს იყო პასუხი წინაპრის ანდერძზე, ხაზგასმა საქართველოს მისიაზე. არის საქართველოში ადგილები, სადაც შემორჩენილია ასე ვთქვათ, სისხლიანი ქვები. ერთ-ერთი ასეთი ადგილი არის ვთქვათ, ეს მწვანე მონასტრის ცნობილი ეს ღელე. ქართველ წმინდანთა შორის არიან კოლაელი ბავშვებიცა და 80 წელს გადაცილებული კონსტანტი კახიც. 100,000 თბილისელი მოქალაქე და 6,000 გარეჯელი ბერი. უბრალო ქართველი გლეხები და სამეფო ოჯახის წევრები. თავდადება და თავგანწირვა თითქო ესტაპეტასავით გადაეცემოდა ერთი ქართველიდან მეორეს. მოახმოხდა წამება რომელ საუკუნეში? მე-16-ში. აი თურქულ ბარო იყო განსაკუთრებული მე-16-17-ში. ახალციხეში ფაშაროში. ისტორიკოს აღნიშნულია, რომ განსაკუთრებით თორი დაარბიესო და არც ერთი სასულიერო პირი არ დატოვეს უცხალი. საეპისკოპოსო რეზიდენცია დაარბიესო აბსოლუტურად. განსაკუთრებით სასტიკად მოიქცნენ თურმე ამ მხარეში რა. ქალბატონი მობრძანდა მასწავლებელი თავის მოსწავლეებთან ერთად და საშინელი ტკივილები ჰქონდა, ტკივოდა თვალები და როდესაც წაისვა სახეზე ეს წყალი, ამ ქვის წყალი განიკურნა. წმინდა მიქაელ გობრონს არაბებმა, რომლებიც მას რჯულის შეცვლას თხოვდნენ, ხმალი შესაშინებლად დაკრეს კისერზე, რათა ქრისტიანის სიკვდილის შიშს მოედრიკა. ჭრილობიდან გადმოღვრილი სისხლით მოწამე მშუბლზე ჯვარი გამოისახა. წმინდა გობრონის მიერ სისხლით გამოსახული ჯვარი ქართული ერის ქრისტესთვის თავგანწირვის სიმბოლოა. ჩვენი ერის ცხოვრება თითქოს და მუდმივი სისხლიანი ჯვრის გამოსახვაა. წმინდა მიქაელ გობრონი შეიძლება აღვიქვათ როგორც საქართველოს ხატი, რომლის ტანჯვაც ქადაგებად იქცა. ამიტომაც ქვია საქართველოს ისტორიას ქართლის ცხოვრება. არა მატიანე ან ისტორია, არამედ სწორედ ცხოვრება. ერი თითქოს ერთიან ცოცხალ ორგანიზმად, მისი ცხოვრება კი ქადაგებად გადაიქცა. აი ასეთია ქართული შუაგული. ეს თუ არ იგზნე, სამშობლოს ვერ შეიმეცნებ. ჩვენი მიწა რომ აიღოთ და გამოწუროთ, მოწამეების სისხლი გადმოდინდება. ამიტომაც განსაკუთრებით უყვარს ქართველს მშობლიური მიწა. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ქვა არის მადლიანი ქვა, ეს კუთხე არის მადლიანი და ღვთისმშობელი დაიცავს ჩვენს საქართველოს.